მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. დღეს ახალი საინტერესო გასართობი მაქვს ზარი და მოვედი თქვენთან საჯარო გაშლით თემაზე დაბრუნდება თუ არა. არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დაკომენტარება, მოწონება, გაზიარება და ვნახოთ დაბრუნდება თუ არა. თქვენ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. შვიდიანი პენტაკლები. პენტაკლები. და ექვსიანი პენტაკლები. ძალიან საინტერესოა ურთიერთობაზე, რომელზედაც ვესაუბრებით, პენტაკლების ენერგია რომ მოდის. დასტის ბოლოს გვაქვს ხუთიანი თასები, შეყვარებულები და რვიანი თასები. დასტა idеალურად არის შერჩეული, იმიტომ რომ თქვენ შორის ურთიერთობა ამ ეტაპზე არის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმუმ დაპაუზებული, თუმცა ამ ურთიერთობაში იყო ძალიან ბევრი გულის ტკენა, წყენა და იმედი გაცრუება. ეხლანდელი მდგომარეობა არის რაღაცნაირი თითქოს გათვლა, შეფასება, არა ემოციური, არამედ შემფასებლური საკითხი. დაუშვათ თუ გადმოდგავს ნაბიჯს მაწყობს თუ არა, მე რომ გადავდგა ნაბიჯი მაწყობს თუ არა, ეს არ არის ემოციური, ეს არის ანგარიშიანი დამოკიდებულება თქვენს შორის. ვნახოთ დაბრუნდება თუ არა. არკანი ხმლების რაინდი, 4-იანი პენტაკლები და 3-იანი პენტაკლები. საინტერესოა ძალიან. იდეურად ეს საკითხი ღმერთო სულ პენტაკლებით საუბრობს, გადავირიე. ეს ადამიანი, თქვენ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება არის ძალიან ცივ ენერგიებში. ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს, შეიძლება ახსენდებოდეთ, შეიძლება ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ამის რეალური დადასტურება არანაირ კონტექსტში თქვენ არ გაქვთ. თუმცა აქ როგორი სიტუაცია იცი, თასების, უბრალოდ ხმლების მეფე მოდის და პენტაკლების დედოფალი. არც თქვენ არ აკლებთ, არ აქვს მნიშვნელობა აქ მამაკაცი მიყურებს თუ ქალბატონი მიყურებს, საპირისპირო სქესზე მაქვს აქ საუბარი. ერთსაც ანგარიშიანი და ანგარებიანი, ანგარებას ცუდ კონტექსტში არ ვამბობ, ემოციური ანგარება, მინდა რომ კიდე ჩავდო ის რესურსი ემოციურად, რაც აქამდე ჩავდე, რაღაცა ესეთი აწონ-დაწონვის საკითხებია თქვენს ენერგიაში. ამიტომ მე აქ ვერ ვიტყვი, რომ ერთი ან მეორე თუ ეს სიტუაცია თქვენს პირად ინტერესებთან პირდაპირ შესაბამისობაში არ მოვა, ნაბიჯს გადადგამთ მეორის სასიკეთოდ. 5-იანი კვერთხები, 6-იანი კვერთხები და 8-იანი კვერთხები. იდეალურად მაქვს დასტა აჩეხი და გიჟდები ისეთი ის მოდის არკანები. მოკლედ, ეს ადამიანი სავარაუდოდ, პერიოდულად, თქო მე ვერ ვიტყვი, რომ აქ თავგადაკბული რომანტიკოსია და რაღაცა ქრონიკულად თქვენზე ფიქრობს, მაგრამ არის მომენტები, როდესაც ახსენდებით. არის მომენტები, როდესაც ერთგვარი შემოუტოს ხსნელის როლის თამაში მოუნდება, რომ მოვიდეს და გადაგაარჩინოთ. ისე როგორც გადაარჩინა მაგალითად ზღაპარში კონკია თავისმა რჩეულმა, ხო? რაღაცა ესეთი. მაგრამ ეს არის უფრო გაიდეალებული ურთიერთობა, ვიდრე ურთიერთობა, რომელიც დგას რეალურ საწყისებზე. სიმყარე ამ ურთიერთობაში
ნაკლებად არის ემოციური. აქ არის ორი ზრდასრული ადამიანის ურთიერთობა, რომლებიც უпростоრად ესე ანგარიშს უწევენ ერთმანეთს და პირველ რიგში ანგარიშს უწევენ საკუთარ თავს. მოდი ბოლო კითხვას მაინც დავსვავ, დავაზუსტოთ. დაბრუნდება თუ არა. ათიანი ხმლები, 6-იანი კვერთხები, 8-იანი კვერთხები. ნაკლებად მოსალოდნელია ჩემო ძვირფასებო ამ ადამიანის დაბრუნება. არკანი სამყარო. ნაკლებად, ძალიან ნაკლებად მოსალოდნელია. ესეთი იყო მოკლედ ჩვენი საჯარო გაშლა. იმედი მაქვს რომ რეზონირდა, იმედი მაქვს რომ დღესასწაული კოშკის არკანია. იმედი მაქვს რომ მოგეწონათ. ველოდები უკავშირს კომენტარებში. ჩვენ კი შევხვდებით უახლოეს მომავალში. დროებით.